საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია თუ რატომ ხდება დღეს ამ ფორმით ადმინისტრაციის გაუქმება და რა არის შემდეგი ნაბიჯი. შეეხება თუ რა იგივე მსგავსი გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობას, რომელიც ასევე დევნილობაში არსებობს უკვე წლებია და რა რეალური არგუმენტები აქვს ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ ეს ორივე ადმინისტრაცია არსებობდა ის ბევრი რამ კუთხით იყო კრიტიკული, ხშირად ვაკრიტიკებდით მათ, მაგრამ იყო ერთგვარი, ასე ვთქვათ, შეიძლება ითქვას პოლიტიკური ორგანო, რომელსაც ჰქონდა ზოგადად ამ კონფლიქტის საკითხებში მუშაობასთან დაკავშირებით საკუთარი საქართველოს დევნილი მოსახლეობის სახელით საუბრის უფლებაც, შესაძლებლობაც და ჰქონდა გარკვეული საკითხებზე დევნილების მაგალითად გარკვეულ საკითხებზე პრობლემის მოგვარების ერთ-ერთებიც, მაგრამ ჩვენ არ ვიცით დღეს რა გადაწყვეტილება არის მიღებული, თუ კი ეს არის აპელირება ბიუჯეტის დაზოგვაზე, რა თქმა უნდა, ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ბიუჯეტის დაზოგვა არ მგონია რომ იყოს გამართლებული, ხო? პრაქტიკულად ეს გადაწყვეტილებაც არის ასევე რუსული ნარატივის გაგრძელება, რუსეთი ითხოვდა ამ სტრუქტურების გაუქმებას უკვე წლებია. ანუ სწორედ რუსეთის ინტერესებში იყო, მოხდარ იყო გაუქმება ამ სტრუქტურების და აფხაზების და ოსების ერთადერთი დების გამომხატველად ყოფილიყო იქ არსებული დე-ფაქტო ხელისუფლება. ანუ დღეს ხელისუფლება პრაქტიკულად რუსეთს უსრულებს იმ დიდი ხნის, ასე ვთქვათ, მოთხოვნას. შემდეგი ნაბიჯიც, რა თქმა უნდა, შესაძლოა იყოს იგივე ძალის გამოყენებაზე, ვალდებულების აღება სამხრივად ქართული მხარის მხრიდან და შემდეგ უკვე რა თქმა უნდა უკვე აღიარება. ანუ ეს არის პრაქტიკულად მომზადება ნაბიჯების იმისთვის, რომ რეალურად დე-ფაქტო ხელისუფლება, დე-ფაქტო რეჟიმი მოხდეს მისი აღიარება ცხინვალში, როგორც ასე ვთქვათ, თანასწორი მხარის და პრინციპში ჩვენ არ ვიცით თუ სხვა რამე თამაშებია ამ ყველაფრის უკან, რა დევს ამ სასწავლის მეორე პილაზე, ხო? ანუ რაზე იცვლება თუ კი ესე უხეშად რომ ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ რაიმე დათმობას მეორე მხრიდან ვერაფერს ვერ ვხედავთ და არაფერი არ ჩანს, თუ კი რაიმე დევს ამის უკან და რამე შეიძლება მოლაპარაკებებს ჰქონდა ადგილი. ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებას აქვს უფლება იცოდეს თუ რა საკითხით მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსულ მხარესთან, ოსურ მხარესთან ამ საკითხთან დაკავშირებით და რა არის რეალური არგუმენტები, რის გამოც ეს გადაწყვეტილება იყო